მოგესალმებით, მინდა გაგაცნოთ ვინჩუნის როგორც საბრძოლო ხელოვნების ცხოვრებისეული როლი და პრაქტიკული როლი სხვადასხვა მდგომარეობაში. ვინჩუნი არ არის უბრალოდ არც სპორტული სისტემა თავიდან. ეს არის თავდაცვითი პრაქტიკული სისტემა, რომელიც შეიძლება გამოიყენო ამა თუ იმ მდგომარეობაში. ამბობენ, რომ კარგი ვინჩუნი გამოიყენება მაშინ, როცა ხარ არახელსაყრელ მდგომარეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოხდით ისეთ გარემოებაში შეიძლება თავდასხმებმა მოწინააღმდეგე გამოიყენოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თავდასხმა ან არაფრიზა მდგომარეობაში ყოფნა პირმა ზედმეტად ვერ გააკონტროლა თავი. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია რამოდენიმე ელემენტის ჩვენება, რომელიც ვინჩუნში, როგორც პრაქტიკაში, ასევე სპორტ დარბაზში, ამა თუ იმ მოძრაობაში ვიდე. ვინჩუნი კიდევ ერთხელ აღნიშნავ, არ არის სპორტული სისტემა, თუმცა ჩვენი კლუბი ცდილობს, რომ ამ ხრივათაც განავითაროთ და აქტიურად მიმდინარეობს ამაზე მუშაობა არა მარტო ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით, არამედ სხვა ორგანიზაციები ცდილობენ ვინჩუნი ნელ-ნელა შეიტანონ შერეულ ურთიერთობებში. ამ შემთხვევაში, როცა მოწინააღმდეგე ჩემს მიმართ აგრესიული ტონით საუბრობს ან გამოირჩევა აგრესიული დამოკიდებულებით, ჩემი თავარი პოზიცია მოწინააღმდეგის გრძნობა არის. გრძნობა არის, როცა მე მოწინააღმდეგეს ვეხები, აქ ირთვება ვინჩუნის რეფლექსი, ეგრეთ წოდებული ჩისაოს ელემენტი. როცა მოწინააღმდეგეს ვგრძნობ მის რეაქციას, მისი რეაქცია შეიძლება იყოს სამია, შეიძლება ხელი უკან წაიღოს, ან მოემზადოს დასაწყისად. ამ შემთხვევაში, როცა ხელი უკან მიაქვს, ჩემი რეფლექსი ავტომატურად არის მოწინააღმდეგის განეიტრალება. განეიტრალება ცოტა ცუდ სიტყვა, მაგრამ მოწინააღმდეგეზე თავდასხმა. როცა ვცნობ, რომ მოწინააღმდეგის ხელი რეაქციაშია, ჩემი მიზანი არის თავდასხმაზე გადასვლა. რადგან არ დამასრულს და თვითონ არ დამესხას მას. კიდევ ერთხელ. ალგეთ, დარტყმა, კონტროლი. მოძრაობა სხვადასხვანაირია. მოძრაობა შეიძლება იყოს როგორც წამოდგომითი, შეიძლება პირდაპირ შეტევაზე გადმოსვლა. კიდევ ერთხელ. სულ მოწინააღმდეგეს შემდეგი გამოვიდა და პირდაპირ შეტევაზე თავდასხმაზე. ამ შემთხვევაში ვიყენებ ჟანსაოს კიდევ ერთხელ, მაგრამ არ ვაწყდი ჩემთან ახლო კონტაქტს, ახლო მოსვლას. როცა ვქნო ხელი მოდის ორივე ხელი ჩემთან, ვიყენებ დარტყმას, ვიყენებ სერეულ დარტყმას. კიდევ ერთხელ. და ბოლოს შეიძლება განვიხილოთ მომენტი, როცა ძალი ხელი ბავშვზე მოკიდებული ცდილობს მეორის დარტყმას. ამ შემთხვევაში შემიძლია ორნავ გავიწვი გვერდზე, ესეც კეთდება განსაზღვრა მოძრაობის სუნიმდაოში. შეიძლება